მოგვიხმობს პარტია აგუნდება მთავარი ამულშეწიროს სიცოცხლე ყველა ჩვენგანი მზადარი მეგობრებო, ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვა როგორი შეგრძნება არის ხო ვერ მეტყვით ვინმე? როგორ გრძნობთ თავს ახალ ეტაპზე რომ გადავიდა ურთიერთობა ამერიკასთან? რა გითხრეს ამერიკასთან გადავტვირთეთ ურთიერთობაო? რა გითხრეს არ მეუბნებით კაცო? გამარჯობა. თქვენი აზრით ტრამპმა ხელი რო აუწია ყაველაშვილს ემშვიდობებოდა თუ ესალმებოდა? კარგით რა. გამარჯობა, ხო არ ვთქვამთ ზუსტად როდის გადავტვირთავთ ამერიკასთან ურთიერთობას, ან ზუსტად რო ან ვინაურია ეს ურთიერთობა, ეგეც ხო არ ვთქვამთ? გავიგებთ? არ იცით ჯერ ზუსტით არიღი? კარგად ჩაიარა? კარგად ჩაიარა ყველაფერმა? ამერიკასთან ახალ ეტაპზე გადასვლა როგორი შეგრძნება არის? არა, შეგრძნებები სამარცხვინო ტელევიზიას არ ვეცერებ. შეგრძნებების დონეზე მაინტერესებს რა. მე ვიყო სამარცხვინო, მთავარია თქვენ არ იყოთ. დავით, ეგ არ არის პრობლემა, მაგრამ გადატვირთ ზუსტად როდის გადაიტვირთება ხო არის? თქვენ ტელევიზია არის სამარცხვინო. ამერიკასთან ურთიერთობა როდის გადაიტვირთება ზუსტად რომ მითხრათ? ეხლა ასევია რა, რას გაცდით კაცო ურთიერთობა რომ არ გეწერებით, არა, თქვენ ვინაურია ეს ურთიერთობა? თქვენ არის სამარცხვინო ტელევიზიას არ ვეწერებით. გავიგე სამარცხვინო. თუ გაიგეთ გამანებეთ თავი. როდის ზუსტად როდის გადაიტვირთება? სამარცხვინოები ხარ. ვინაურია ამერიკასთან ურთიერთობა? ვეკითხები დავით ვათიკაშვილს. არ გეწერებით. სად ხარ? მეც გარეთ გევა. სანამ მოვა ეს მძღოლი ვინაურია ურთიერთობა მითხარი? აგეთ გევარ, აგეთ ხალბატონთან ერთად ფორმულადან და არ ვეცადებ. და მოგწონთ თქვენი საქციელი? თქვენ მოგწონთ თქვენი საქციელი. მე კი, მე ქვეყნის ღალატს როცა მოეშვები. არა, ეხლა თქვენ მე ღალატზე არ უნდა მელაპარაკებოდეთ. მე ღალატზე არ უნდა მელაპარაკებოდეთ. სიგარეტს ვეწევი, სათვალე მიკეთია, უხერხული. მე შემიძლია დაგელოდოთ სანამ სიგარეტს მოწევ და შეგიძლიათ ჩააქცევთ სიგარეტი. რასაც მე კითხები. არა, ტრიბუნა ახლა სადავო კაცო პრილობაზე არა. ცალკე არ ვეწერები თქვენ. ვინ აურია ამერიკასთან ურთიერთობები? ლევან, ვინ აურია ამერიკასთან ურთიერთობები? ცალკე თქვენ ტელეარხს არ ვეწერები. ამერიკასთან დაულაგდებით თორ რა თქვენს არ ვიყავი შიგნით. გამარჯობა. თქვენ ხო არ იცით ამერიკასთან ურთიერთობები ვინაურია? ერთი ირაკის მეორეთი ჩანაცვლების მორიგმა ღონისძიებამ 7 ვითარებაში ჩაიარა. არაფერი ახალი. ღმერთი, სამშობლო, სიყვარული და ბიძინა. 2 საათი შედიოდნენ, 2-იც გამოდიოდნენ. 19 წუთში ჩატეული დღესასწაული ქოცივით უფერული აღმოჩნდა. ამერიკასთან როდის დაალაგდებიან არ იციან. ვინაურია არც ის. ახალი თავმჯდომარე მოსწონთ, ძველიც მოსწონდათ, მომავალიც მოეწონებათ. პრინციპში ვინ ეკითხებათ, როდის რა მოეწონებათ. მოგეწონათ ახალი თავმჯდომარე, მოკაცრავად რომ მითხრათ. იცნობდით? რას დაატარებთ აქეთ-იქეთ ამ თავმჯდომარეს? არავის არ გავატარებ აქ. ხო იყო ეგ კაცი თავმჯდომარე. რატო გადააყენეთ, კაი თუ იყო? კი ბატონო. ყველაფერი კარგად იქნება? ამერიკასთან დაულაგდებით? თუ არ გვინდა? დაალაგებული რანაირად ვართ? ყველას ასანქცირებენ და რანაირი დაალაგებაა ეგ? ხო, კაი, მან დამოვარდა. პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია ბატონი ირაკლი ყობახიძის კანდიდატურა. პარტიის ყრილობის მიერ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ერთხმად არჩეულია ირაკლი ყობახიძე. მინდა მას წარმატებები უსურვო და ვთხოვ სცენაზე. როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია ბატონი ირაკლი ხარიბაშვილის კანდიდატურა. ყრილობის გადაწყვეტილებით ბატონი ირაკლი ყობახიძე ერთხმად არჩეულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარედ. გილოცავთ ბატონო ირაკლი.
მე ზოგადად ცირკი არ მიყვარს, ვერ ვერთობი, არც მეცინება, არც გაწვრთნილი ცხოველების ყურება მიყვარს, მაგრამ გემოვნების ამბავია, ზოგს მოსწონს. რაც აქ ხდება, ცირკის არენის ფარგლებს რომ არ ცდებოდეს და ქვეყნის ბედს არ წყვეტდეს, შეიძლება სასაცილოც ყოფილიყო. წინააღმდეგი ხომ არ არის ვინმე? რესურსი არ ჩანს ამისი, როგორც ხედავთ. წინააღმდეგობის რესურსი ქართულ ოცნებაში ახლა კი არა არც არასდროს არსებობდა. ყველა ვისაც მინიმალური შეწინააღმდეგების სურვილი გაუჩნდა, თავიდან მოიშორეს და მოღალატედ შერაცხეს. აქ ყველა იმას აწერს ხელს, რასაც ბატონი გადაწყვეტს. ფეხზე წამოდგომითაც დაშს, მხოლოდ ამ ბატონს უკრავენ. მე თავისუფლებას მივცემ თითოეული თქვენგანის სახელით, ას გადავხდი უდიდეს მადლობას ქართული სახლის კეთებისთვის. აში და მადლობები აუცილებელია ყველა შეკრებაზე. ამის გარეშე ფონს ვერავინ დავა. ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მაგრამ მხოლოდ ტაში საკმარისი არაა. ეს უბრალოდ ბატონის გამოჩენის აუცილებელი გაფორმებაა. აუცილებელი პირობა ამავე ბატონის უპირობო მორჩილებაა. მანამ სანამ სჭირდები. პრინციპში რომ აღარ სჭირდები იმის მერეც. ასე წავიდა დიდების კვარცხლბეგიდან ორგზის პრემიერი და პარტიის თავმჯდომარე. ახლა ჯერი ახალზეა. მისი ცხოვრების ამ ეტაპზე ივანიშვილმა მთელი ვერტიკალი კობახიძეზე ჩამოკიდა. არ ვიცი რა შეძლების გონია, მაგრამ კონკრეტულ პოლიტიკურ მომენტში მასში ჩადო ინვესტიცია. ამ კონტექსტში ასე აწყობს. როდის რა გადაუბრუნდება თავში, კაცმა არ იცის, არც კობახიძემ იცის. ივანიშვილი რომ ეჭვიანი ადამიანია და საკუთარ გუშაგებს მუდმივად ცვლის, ეს კი ნამდვილად იცის კობახიძემ. შეიძლება სწორედ ამიტომ ეხუტება ასე გამეტებით. ღარიბაშვილმა მაგალითად არჩევისას მხოლოდ ხელი ჩამოართვა. წესდების შესაბამისად ხო თქვენ ჯივღაროთ ბატონ ირაკლის კანდიდატურას. ვინ არის მომხრე? ხომ არა ვინ არის წინააღმდეგი? თავი ხომ არა ვინ შეიკავა? დიდი მადლობა, ერთხმად დამტკიცებულია თავმჯდომარის პოსტზე ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა. ივანიშვილი ახლა საღრდენ კარკას ერთგვაროვანი მასით ამყარებს, ან გონია რომ ამყარებს. დიდი არჩევანიც აღარ აქვს. ამერიკიდან და ევროპიდან წამოსული სინქრონიზირებული ზეწოლის ფონზე ნდობისა და მოთმინების ლიმიტიც ნელ-ნელა იწურება. მითი მისი უძლეველობისა და მისი მხრიდან ყველაფრის კონტროლის შესახებ დაინგრა. ამიტომ ახლა სჯობს მთელი ვერტიკალი ერთ კაცზე ჩამოყიდოს და ასე გაიმარტივოს საქმე. თუმცა ცხადია რომ ეს რაღაც ნაგებობა, რომელსაც პოლიტიკურ პარტიას ეძახიან, მხოლოდ ივანიშვილზე დგას. ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ჯერჯერობით ბიძინაზე და ტაშზე დგანან, თუმცა უკვე შერყეული სისტემის ერთ შიდა კლანზე ჩამოკიდება როგორც წესი გამყარების ნაცვლად პირიქით შედეგს იძლევა. იდეოლოგიური საყრდენის გარეშე მხოლოდ ფულზე და რეპრესიებზე ჩამოკიდებულმა პარტიამ რამდენ ხანს უნდა გაძლოს, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ქუჩაში პროტესტის ნიშნად დღემდე 10,000 ადამიანი იგროვება. რაც შეეხება იდეოლოგიას, ახლა სანქციებისა და დასავლეთიდან წამოსული აკრძალვების ფონზე კი არა, მშვიდ ვითარებაშიც კი ამ პარტიას მყარი იდეოლოგიური საფუძველი არასდროს ჰქონია. მაშინაც კი როცა ქოცობა არც ისე სამარცხვინო იყო, როგორც ახლა. აი, ამათ ეცოდინებათ ვინაურია ამერიკასთან ურთიერთობა. ვინაურია ამერიკასთან ურთიერთობა? არ დაინტერესებულ ხართ ამ საკითხებით, რომ მოიძიოთ ვინაურია? ყველაფერს ვერ ახვდებით. ჩვენ ურევთ ყველაფერს და თქვენ მე ამ ჩვენ არეულს ვერ ალაგებთ თუ ალაგებთ? ცოტა ხანში დავალაგე. როდის აი ზუსტად ხო არის იცით როდის? საბოლოოდ ჩაირაცხებით მაშინ. თქვენ ვინ ახართ? ანუ აი მე რომ მეუბნებით რომ საბოლოოდ უნდა ჩავირეცხო, აი ვინ ახართ რომ მითხრათ? მოქალაქე რანაირად ახართ ხა ვიღაცა თანამდებობის პირი ხართ თქვენ აი გეთხოვათ, გიყურებთ თანამდებობის პირი ხართ რა?
აი მაგალითად ეს ბატონი ჩემი ჩარეცხვა რომ გონია ქვეყნის ხსნა და გადარჩენა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილია. მაგრამ ამის გამხელა არ უნდა. მოქალაქე ვარო იძახის. თითქოს მოქალაქის სტატუსით ქვეყნის გარუსებაზე და ღალატზე ხელის მოწერა ნაკლები დანაშაულია. მაგრამ არც ვანოს და არც დანარჩენებს ახლა ეგ არ ადარდებთ. თავარია დიდხანს დაშლენ თანამდებობებზე. დიდხანს შეინარჩუნონ ბიზნესთან მეტნაკლები სიახლოვე. ამერიკასთან გაფუჭებულ ურთიერთობაზე ვანო ვერ იდარდებს. ვერც დათო დარდობს დიდად. გორის საკრებულოს თავმჯდომარე. ჩვენ პატარა ბავშვები ვართ და ამერიკა აქეთ შეგვეხვეწოს. რა თქოს ამერიკასთან როდის დაულაგდებით თორე ამე ხო არ ვთქვამთ არ ვიყავი მე შიგნით. ამერიკა თვითონ დალაგდეს ჩვენთან. თვითონ უნდა დაალაგდეს ჩვენთან. თვითონ უნდა აი რა უნდა შეგვეხვეწოს თუ რა უნდა ქნას. როგორც უნდა უყომ დალაგდეს. და თქვენ რა გინდათ ქართულ ოცნებას ან უგულისხმობ? რა თქმა უნდა ჩვენ გვინდა ყველა ქვეყანასთან ნორმალური ურთიერთობა. და რას აკეთებთ ამისთვის? ყველაფერს. არა, ყველაფერი ძალიან ზოგადი პასუხია. ისინი გეუბნებიან რომ არ აკეთებთო თქვენ ყველაფერსო და გასანქცირებენ მეგობარ აქტს იღებენ. აქირავებული ისინი რა ქვია უილსონები და ისინი რა სიტყვია ნამდვილად არ სამას მაინტერესებს. ადამიანმა მეტყვა მისცა. ყველა დაქირავებული იყო. ვიდის, ვიცით ახლა რა თუნდა მაგაზე რომ ისეიტის არის ეს თემა, ყველაფერი ომის პარტია, რომელსაც უნდა სამყარო ძალიან გადაიტვირთაო და აპირებენ რომ გამორიცხო. 1 მილიარდზე უნდა დავიყვანოთ. აჰა, ეს deep state-მა თქვა? ადამიანების რაოდენობა უნდა და საზოგადოებრივ არ ვთქვა, იძახია მაგას. ადამიანების რაოდენობა უნდა შევამციროთ ხო? რა თქმა უნდა, სამყარო ვეღარ უძლებს რომ ამხელა დადვირთო. ამერიკა ჩვენი მეგობარი, ამ ქვეყნის მეგობარი არის თუ არ არის? თუ ჩვენი მეგობარია, უნდა დაალაგოს. მოიცადეთ ახლა პატარა ბავშვთან მე დავალაგო სიტუაცია თუ იმანმა დამილაგოს გამაგებინეთ, აბა ამიხსენეთ. თქვენ საქართველოს გულისხმობთ თუ საქართველოს საქართველოს პატარაა და ერთ-ერთი სუსტი ქვეყანაა, ხო? და ახლა ნენელა ჩვენ ფეხზე ვდგები. აქამდე ვიყავით ყოველთვის ვასალი, ხან რუსეთის, ხან ევროპის, ხან ამერიკის. პატარა ბავშვით რატომ ვიჭირვეულობთ მაშინ? ჭირვეულო? მე მაინტერესებს. რა გაგვიკეთა? ან ამერიკამ ამ რუსეთმა ჩვენ 20% აბა რატო დავკარგეთ 20% რატო გავკარგეთ? იმიტომ რომ პუტინი არის ბოროტი, დამხრობელი, პუტინი რო არის ბოროტი და დამხრობელი და საშინელება, ეს მე რომ მოვიდა ხელისუფლებაში. ამერიკამ და ევროპამ ძალიან ბევრი რამე გაგვიკეთა ამ ქვეყანაში. ფინანსური დახმარება იქნებოდა თუ სხვა სახის დახმარება იქნებოდა. მილიარდობით და მისმა გუნდმა მილიარდელები რო დახტენდა. მილიარდობით ფული აქვს მილიარდობით ფული აქვს გადახდილი ამ ქვეყანაში ამ ქვეყნის განვითარების წაღებულია ზუსტად ნაციონალურ მოძრაობის ლიდერებს და თქვენ ლიდერებს რა მიაქვთ ახლა ჩვენ ლიდერებს რა ეთყობათ იმათ რომ ამი წაღებული მეტი რა უნდა დაეთყოთ აი რა ეთყობათ მითხარით პრემიერი ყავდათ 300.000-იანი საათი ეკეთა ხელზე ირაკლი ღარიბაშვილს და მეტი რა უნდა დათყობოდა მე არ მინახია არ გინახიათ 6 საათი ცოლს რო ტყეა ჩუქა არც ეგ არ გინახავთ არა როგორ შეიძლება ტყე ჩუქებინა ტყე როგორ უნდა ეგ არ გაგიგიათ ირაკლი ღარიბაშვილმა ცოლს ტყე რო აჩუქა არა ეს სიმულაციები არის და ინსინუაციები არა ჩარტერით რო გააფრინაშვილი ეგ იცით თუ არა ჩარტერით რო წაიყვანა შვილი ამერიკაში სასწავლებლად ეგ ვერსია მე მაქვს ტელევიზიებიდან მოსმენილი ოპოზიციური და არ გჯერათ თქვენ ამ არ ჯერა იმიტომ რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის პატრიოტი კაცი და არ გააკეთებს ეგეთ რამაც ამერიკას რომ ჩვენთვის არაფერი გაუკეთებია ეს ახლა ქოცების მესიჯ ბოქსია აგერ თბილისელი ქოცებიც მაგას ჩივიან როდესაც ჩვენ საქართველოს ამერიკის ურთიერთობაზე ვსაუბრობთ და სტრატეგიული პარტნიორობის გაწყვეტაზე ჩვენ ძალიან კარგი უნდა გავიხსენოთ რა მოუტანა საქართველოს ამ სტრატეგიულმა პარტნიორობამ რეალურად ფურცელზე დაწერილი განცხადების გარდა რეალობაში არაფერი არ მოუტანია. მაქსიმართლით იარეთ მაია თქვენც და ბიზნეს ყველა დანარჩენმა მარიონეტმაც. ახლა კი ნამდვილი სიმართლე მაიას შესახებ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ამერიკის ბირთვული მარეგულირებელი კომისიის წევრებს შეხვდა შეხვედრაზე მხარეებმა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებსა და სამომავლო პროექტებზე იმსჯელეს. დღესვე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და ამერიკის ბირთვული მარეგულირებელი კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მემორანდუმი გაფორმდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის გაძლიერებასთან დაკავშირებით საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ უფრო დიდი წინგადადგმული ნაბიჯი არის სააგენტოს როგორც მატერიალურ-ტექნიკური გაძლიერების, ასევე უსაფრთხოების კუთხით ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. ამავე ნიუსის მიხედვით კომისია სააგენტოსთვის განკუთვნილი საოფისე ფართის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დააფინანსებს. ანუ მაიას დაქვემდებარებაში მყოფ სააგენტოს ფართიც კი ამერიკამ
გაურემონტა. სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ისე კი სწორედ ამერიკელების დახმარებით დღეს საქართველოს გააჩნია სპეციალური სკანერები, რომელიც ქვეყნის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე არის დაყენებული და ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციული ნივთიერებების აღმოჩენა შეუძლია. და თუ კი მსგავსი საფრთხეები საქართველოს მოქალაქეებისთვის მინიმუმამდეა დაყვანილი, ეს სწორედ ამერიკის დამსახურებაა. გალბატონო მაია, USAID-ის წარმომადგენლებს რომ ხვდებოდით, ამ შეხვედრის მნიშვნელობაზე ლაპარაკობდით, სამომავლო თანამშრომლობას გეგმავდით და ამ ნიუსებს პარლამენტის გვერდზე და პროპაგანდისტულ მედიაში ავრცელებდით, მაშინ იყავით მართალი თუ ახლა ხართ? ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს სეპარაციის საკითხებზე რომ ელაპარაკებოდით, მაშინ იყავით გულწრფელი თუ ახლა ხართ? ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად საბადოთა დამუშავების პროექტის ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებას რომ გეგმავდით, ამერიკული მხარის დახმარებით, მაშინ ტყუოდით თუ ახლა? მინდა ერთი ისტორია გავიხსენო. 1999 წელს, როდესაც გარემოს დაცვის სამინისტროში დავიწყე მუშაობა, მუშაობდით ნარჩენების შესახებ კანონზე, რომელიც მხოლოდ 2015 წელს მივიღეთ, სწორედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით. ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით. მადლობა მათ მხარდაჭერისთვის. ისინი ათეული წლების განმავლობაში გვიწევდნენ დახმარებას, რათა იმ მომავალი თაობის ცნობიერება, რომელიც აქ იმყოფება, სხვაგვარი ყოფილიყო. ასეთი და მსგავსი ასობით კი არა, ათასობით მტკიცებულება შემიძლია მოვიყვანო ახლა აქ მაია ბითაძის უპრინციპობის დასადასტურებლად, მაგრამ მგონი ესეც საკმარისია იმის ასახსნელად, რომ ახლა ივანიშვილის გარშემო შემოკრებილ ადამიანებს არანაირი მორალური სახე აღარ გააჩნიათ და მხოლოდ იმას იტყვიან, რასაც პარტია უბრძანებს. იდეოლოგიური სიმყარით არც არასდროს გამოირჩეოდნენ. მათი იდეოლოგიური საფუძვლები ყოველთვის манипуლაციური იყო. დასაწყისში ოცნება სოციალ-დემოკრატიულობას იჩემებდა. ახლა ეთნო-ნაციონალურ პროვოსლავიაზე ჩამოყალიბდა. სინამდვილეში კი არც მაშინ იყვნენ სოციალისტები და არც ახლა არიან ნაციონალისტები. უბრალოდ ბიძინას დაქირავებულმა პიარ კონსულტანტებმა გადაწყვიტეს, რომ ახლა მომგებიანი სუვერენიტეტზე, სიყვარულზე და რელიგიაზე აპელირება. ჩვენ ვერავის მივცემთ უფლებას სიძულვილით გახრიჩოს ქართული საზოგადოება და გავაერთიანებთ ადამიანებს სიყვარულით ერთმანეთის და საკუთარი სამშობლოს მიმართ. სიძულვილს ძლევს სიყვარული, ხოროთებას ძლევს სიგეთე და სიცრუეს ძლევს სიმართლე. ჩვენ კიდევ ბევრჯერ გავემარჯვებთ, რადგან გვამოძრავებს სიყვარული საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ, ვინდა მეტი სიკეთე ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის და ვართ მართლები სამშობლოსთვის ბრძოლაში. მოძალადე სისტემის შემოქმედი რუსი ოლიგარქის პარტიის ახალი ძველი თავმჯდომარე ახლა სიყვარულს ქადაგებს. უკანონოდ წლობით ციხეში გაშვებული ხალხის, დასისხლიანებული ჟურნალისტების თუ აქტივისტებისა და დაწიოკებული ორსული ქალებისა და არასრულწლოვნების ფონზე. ქართველობა და ვაჟკაცობა არავინ წაგვართვას, ქართველი კაცები არ გაათხოვონო. ამის დარაჯებად არიან ქცეულები და ჟურნალისტ ქალს წლობით ციხეში უშვებენ, სილის გაწვნით გამოწვეული ტკივილის გამო. ეს ის ხაზია, რომლის იქეთაც ქართული ოცნების ყოფილ გულმხურვალე მხარდამჭერებსაც რომ უმკვნათ ნერვებმა. წარმოიდგინეთ ზია ამაღლობელი შემთხვევა ეს მე ვთქვი რომ ეს შემთხვევა როგორც რაინდულის სულის აბსოლუტური განადგურება და მოსპობა აი ქალის მიმართ ეს რომ ქალმა სილა გამაკრავა და ამაზე კაცი ჩივის პირველ რიგში ხო კაცი ხარ ვიდრე პოლიციელი გახდები პირველ რიგში ხო ადამიანი ხარ ხო და მამაკაცი ხარ და რაინდი ხარ ეს ბატონი დგებუაძე შევა ქრესტომატიულ მაგალითად რომელიც უნდა ისწავლებოდეს სკოლებში როგორ ხდება მამაკაცში მამაკაცური საწყისის გაქრობა თუმცა ის გარეგნულად გამოიყურებოდეს შეიძლება ძალიან კუნთმაგარ და ძლევამოსილ ჭაბუკად მაგრამ მას რაინდობის არაფერი არ გააჩნია. რანაირად შეიძლება რაღაცა დასუსტებული ქალი, რომელსაც მანამდე შენ შეურაცხყოფას აყენებდი. ამცირებდი ყველანაირად და ის ზღირსება შელახულმა რაღაც დასუსტებული ხელი გამოგიქნია და სამი თითი ნიკაბზე მოხვდა და ქვეყანა შეყარე რომ მეტკინა და ლოყა მიწითლდა და ამიტომ უნდა უჩივლო და ექვსი წელი ციხეში ჩავსვა და ვისაც ეს არ ესმის რომ რა კატასტროფაა მორალური ეს თვითონ ბატონი დგებუაძე მის მეგობარი რომელიც ამ როგორ არა ისეთი ძლიერი სილა გააწნა რომ აჩერდა ყველაფერი და სირცხვილის განცდა არა აქვთ სირცხვილის განცდა არა აქვთ ეს ნიშნავს რომ ამ კაცში მამაკაცური თვით შეგრძნება არის განადგურებული ის ვერ გრძნობს
რომ ის კაცია და ეს ქალია. ლოყა გაწითლებული დგებუაძე ქართული ოცნების მორალური კატასტროფის სახით ნამდვილად იქცა. თუმცა მორალური დეგრადაციის ეს ხარისხი როგორც ჩანს თავის დროზე ოცნების მხარდამჭერებისთვისაც კი წარმოუდგენელი იყო. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის მათი ნამდვილი სახე. კოლექტიური ბითაძეები, დგებუაძეები თუ კობახიძეები კიდევ უარესს იკადრებენ. ყველანაირ მორალურ კომპრომისზე წავლენ. სამშობლოსთანაც, საკუთარ თავთანაც. თუ დაჭირდათ ვანოსავით იტყვიან არავინ ვართო და მართლებიც იქნებიან. ამ ქვეყნის მომავლისთვის წლების განმავლობაში უამრავი ადამიანის სისხლი იმისთვის არ დაღვრილა, რომ ეს მონაპოვარი ასეთმა ვანოებმა, მაიებმა და ირაკლებმა ჩარეცხონ.